არც მის მიმართ იქნა წარმოებული. ეს ეხლა ზოგიერთება რომ ეხლა ამოიდგეს ენა და ლაპარაკობენ 2008 წელს, როდესაც სააკაშვილის რეჟიმი მართლა ძვინვარებდა პირდაპირ ეთერში ამხილა სააკაშვილი იმაში რაც ასაც აკეთებდა იგივე გაუხსნელ საქმეებში და მახსოვს მისი შემშრალი ღიმილი იმ პრეზენტაციაზე, როდესაც გუნდის პრეზენტაცია იყო. სწორედ კახიკალაძის დაპირისპირების შედეგად გადაწყდა წელში ბევრი რამ სააკაშვილის რეჟიმის დროს. იმიტომ რომ მისი რეალურად დიდი ავტორიტეტის მქონე ადამიანის ყოფნამ და აი იმ დაპირისპირებამ გამოიწვია ის რომ ბევრმა შემდგომში დატოვა სააკაშვილის გუნდის რიგები და ამიტომ იყო მე რომ რეალურად მას პრობლემები შეუქმნეს და ის რომ ადამიანი მე არ დამავიწყდება როდესაც მისი ძმის დაღუპვის ამბავი გაგებული ქონა მეორე დღეს გამოვიდა მოედანზე და საქართველოს ნაკრების მაისური იცავდა და ერთი წამი ალბათო მაია რო ვაცდით ამსევდიას მეც ვაცადეთ რა თუ შეიძლება რა 4 წუთი ხო შეკითხავს არა 20 წუთი არა 4 კი რა 4 წუთი მეთქი 20 წუთი არა არ ვიცი ძალიან ხო შეიძლება დავამთავრო მე ვამბობ რომ ეს ადამიანი რო შეიძლება უნდა კონკრეტულად როგორი მერი იყო განსხვავება ხომ არის ბატონო ნიკოლოზ მივალ იქამდე არ ასე იმიტომ რომ დრო მაქვს კონკრეტულ შეკითხვაზე უნდა მიპასუხოთ როდესაც ფეხბურთელი იყო ამას ვერ არ ვლაპარაკობ ფეხბურთელობაზე მაგ ფეხბურთელი იყო როგორი მოდელი იყო არა ამაზე ლაპარაკობ კარგი ადამიანს არაცნობ ლაპარაკის კარგი მოდელი იყო მაგრამ არ არის შუაში ერთი წუთით ახლა სანამ მიპასუხოთ გადაცემაში ნებისმიერ გადაცემაში დრო არის კონკრეტულად მივიდე იქამდე არა ძალიან გთხოვთ კონკრეტული დრო არის განსაზღვრული სვამ კონკრეტულ შეკითხვას და თქვენ მეუბნებით რომ ძმის გარდაცვალების მეორე დღეს ითამაშა ამაზე არ სვამ შეკითხვას როგორი მერი იქნება დავსვამ შეკითხვა მაგამდე ხოდა მივიდე მაგრამ არ მაცდით ლაპარაკი მივიდე იქამდე რა ალბათო სერდიას მე იმაზე ვლაპარაკობ მე მოკლედ ვლაპარაკობ ბატონო ჯავანა კრიმინალებთან დაკავშირებით როდესაც არის საუბარი კრიმინალებმა იმსხვერპლებს მისი ძმა მეთქი მაგას ვლაპარაკობ და რეალურად აგერ ეს ბატონი ერთი წამით რა ხა 4-ვე მილაპარაკი როდესაც რომ ლაპარაკობთ ეს აუარგუმენტო შეიძლება ადამიანი დაასდო რაღაცაში მაგრამ თუ არა გაქვს არგუმენტი მტკიცებულება ჯერ ეგერთის იმ კორცხელთან დაკავშირებით ის ადამიანები პასუხისგებაში არიან მიცემული მე არის რაღაცა ფულზე ლაპარაკი კეზერაშვილის მერაბიშვილის და ნაკოფიასგან განსხვავებით რომლებმაც ხელისუფლებაში ყოფნის და ეს კალაძეს ამართლებს უკაცრავად ქალბატონზე ანუ როგორი მერი იქნება პასუხი ვერ მივიღეთ და უნდა დავასრულოთ არა მათქმევინეთ როგორი ხო და როგორი მერი იქნება და ჯერ არ არის მერი და ხო უნდა თქვა როგორი მერი იქნება რა და როდესაც არის საუბარი მასზე რომ არის ესე იგი ფულის მასზე არის რა ქვია მილიონებზე და იმებზე ლაპარაკი ხო აი ადამიანმა თავისი ფინანსები და რაღაცას იშოვა თავისი შრომის შედეგად და განსხვავებით აი მერაბიშვილის ნაკოფიას და კეზერაშვილისგან. როდესაც არის საუბარი რომ როგორი მერი იქნება, როდესაც ადამიანი არის წარმატებული თავის საქმიანობაზე, წარმატებულია როგორც ენერგეტიკის მინისტრი, იმიტომ რომ მას არ მოუხდენია ეხა წარმოიდგინეთ ის სამუშაოები რომელიც არის ჰესებთან დაკავშირებით, იქ რო წინააღმდეგობა გაეწია სააკაშვილის ხელისუფლების დროს დაადუღებდნენ როგორც არა არა უნდა დავასრულოთ თუ არ გინდა ალბათო მაი აღარ ვილაპარაკებ საერთოდ არა როგორი მინისტრი იქნება და გეუნებით როგორი მერი იქნება თანაბარი დრო ბატონ ნიკოლოზ და ეხა ძალიან დიდი ბოდიში შეგიძლიათ გადაახვით თუ აი თქვენი ქმედება როგორ აგავს იცი ადამიანს რომ მიდის ფეხებში დაუდო ისა რომ არიაროს იგივე გასაგებია თქვენ მალაპარაკეთ როგორი მერი იქნება და თუ კი არის წარმატებული სპორტსმენი თუ კი წარმატებული მინისტრია მასთან არასოცირდება და არავითარ კავშირში არ არის ის წინააღმდეგობები თვითონ ქართულ ოცნებაში და რეალურად პოლიტიკაში ვერავინ ვერ გაიხსენებს რომ მისი განცხადებები რაღაცა დისბალანსის შემტანი იყო რეალურად რაღაცა დაპირისპირების შემტანი იყო ან რეალურად ის როდესაც რაღაცა ქვეყანაში პრობლემები იყო ის უკან იხევდა ეხლა ქალბატონი თინახიდაშელი როდესაც ლაპარაკობს თინახიდაშელი რო იყოს ეხლა ქართული ოცნების გუნდში დღეს ხანერად ილაპარაკებდა ბოლო მომენტამდე ის კარგი, ახლა თინახიდაშელზე გადავასრულოთ ენერგეტიკის მინისტრობის პერიოდს რაც შეეხება სამწუხაროდ უბრალოდ ფიზიკურად დრო არ მაქვს თორემ არა რომ გეცლიათ ვილაპარაკებდი დავასრულოთ დიდი სიამოვნებით არა გეცლიათ არა უკაცრავად დრო არ მაქვს ფიზიკურად დიდი სიამოვნებით შეგაფასებინებდით მისი მინისტრობის პერიოდს და იმ პროექტებს თუ რა განხორციელდა და რა არ გაკეთდა და გაზპრომი გამახსენდა ამ წუთას და სამწუხაროდ დრო არ მაქვს რომ დისკუსია გავაგრძელოთ გაზპრომთან დაკავშირებით მაგალითად და ყველას გვახსოვს ეს გადაწყვეტილება მაგრამ ფიზიკურად რა გადაწყვეტილება გახსოვთ აი მითხარით ეხლა რა გადაწყვეტილება რეკლამაზე გავდივარ და ზაზა გაბუნია იქნება ჩვენი სტუმარი რეკლამის შემდეგ ქართული